ახალი საკანონმდებლო ინიციატივით კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება სასამართლოს მიმართოს და კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში გამოითხოვოს, თუ კონკრეტული მედია საშუალება შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას თავად არ მიაწვდის. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების განმარტებით დაგეგმილი ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, რეგულაციების ეფექტიანად აღსრულების ბერკეტებს მისცემს. საუბარია იმ რეგულაციაზე, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ტელევიზიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აკრძალვებს ეხება. მოქმედი კანონმდებლობით უცხო ძალას, პოლიტიკურ პარტიას, თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ადმინისტრაციულ ორგანოს მაუწყებლების დაფინანსება იკრძალებათ. დაგეგმილ ცვლილებას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი შეფასებით კომუნიკაციების კომისიისთვის კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლების მინიჭებით ქართული ოცნება თავისუფალი მედიის მიმართ რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს. კომუნიკაციების კომისიას და მარეგულირებელს, როდესაც საგამოძიებო უფლებამოსილებები ეძლევათ, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ესეთი რაღაცები არ ხდება. ეს არაფერს კარგს არ მიუთითებს და ეს მიუთითებს ერთადერთი იმას, რომ სახელმწიფო სიტყვის თავისუფლებას, მთავარ დემოკრატიულ ღირებულებას და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელ ინსტრუმენტს აღიქვავს როგორც დანაშაულს. ეს რეპრესიული რეგულაცია და მხოლოდ მიმართული იმისკენ, რომ რამდენიმე ოპოზიციური ტელევიზია, რომელიც კრიზისის პირობებში ადამიანებს გადასცემს სიმართლეს და ამას ცდილობს, რომ მოახერხოს ადამიანებისთვის სიმართლის გადაცემა, ამ ტელევიზიების მოგუდვისთვის, ეგრეთ წოდებული მოგუდვისთვის არის განკუთვნილი და რეპრესიულად არის მიმართული ამ ტელევიზიების მიმართ. რა თქმა უნდა, არც ობიექტური იქნება ამ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია, ის არის რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის მსახური და შესაბამისად მათთვის მიღებული და მოგებული ეს რეგულაციაც მიმართული იმისკენ, რომ ახალი რეპრესიული ტალღა განახორციელონ თავისუფალი მედიის მიმართ. ძალიან ბევრი საკანონმდებლო ჩარჩო შემოიღო ოცნებამ თავისუფალი მედიის დევნისთვის და ვხედავთ ოპოზიციური მედიების რთულ მდგომარეობას, თუნდაც ფინანსურად ჩვენს ქვეყანაში რამოდენიმე დაიხურა. ფაქტიურად შეუძლებელი გახდა რეგიონალური ტელევიზიების ფუნქციონირება ბოლო კანონების პირობებში. თუ ამ კანონის შედეგად პირველი რაც იქნება, გაკონტროლდება ტელეკომპანია იმედისა და ტელეკომპანია რუსთავიორის შემოსავლები და ასევე გასავლები, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ ეს კანონი არის შედეგიანი და შედეგზე ორიენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში უცხოეთიდან დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მით უმეტეს მედია საშუალებაში, რაც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში და ასე შემდგომ. შესაბამისად, ზუსტად ამ კანონში ეს არის გათვალისწინებული, რომ სახელმწიფოსთვის და შესაბამის უწყებებისთვის უნდა იყოს ცნობილი, თუ საიდან ფინანსდება უცხოეთს გულისხმობ, ესა თუ ის მედია. აქ არაფერი არ არის გასაკვირი, მით უფრო, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები თავად აანონსებენ, რომ თავიანთ ქვეყანაში თურმე კარგია, გამჭვირვალობა უნდა იყოს და უნდა იცოდნენ უცხოეთიდან ვინ და როგორ ფინანსდება და საქართველოს თურმე ეს მიუღებელია. ამიტომ შესაბამისად ეს კანონი აუცილებლად შევა ძალაში. კომუნიკაციების კომისიას ექნება ისეთივე შესაძლებლობა, როგორც ეხლა აქვს შემოსავლების სამსახურს შეუძლია, რომ სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში თითოეულ ადამიანთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დასაბუთების შემთხვევაში მიიღოს საბანკო ამონაწერებზე ინფორმაცია, რაც შემოსავლების სამსახურში საგადასახადო კუთხით არის მნიშვნელოვანი, ხოლო კომუნიკაციების კომისიაშიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს პრევენცია, ადამიანებს არ ქონდეთ მაუწყებლებს არ ქონდეთ სურვილი, რომ მიიღონ გარედან დაფინანსება და შემდეგ ამაზე პასუხისგებაც არ მოხდეს. ექნება შესაძლებლობა, რომ ეს კანონის გვერდის ავლის მცდელობები ჩანასახშივე იყოს გამოვლენილი.